ყველაზე მეტად გავრცელებული ეგრეთ წოდებული ენტერობიოზი, წვრილი ჭია, ბეწვსავა ქვია ქართულად, რომელიც ყველაზე მეტი პროცენტული მაჩვენებლით არის დამახასიათებელი ბავშვთა კონტინგენტში, დიდებშიც, რომელიც ყველაზე დიდი კონტაგიოზურობით ხასიათდება, იმიტომ რომ ეს არის პარაზიტული დაავადება, რომელიც შეიძლება გადავიდეს საწოლის ეთრეულით, რომელიც ყველაზე მეტად კონტაქტურია, ამიტომ ყოველთვის არის ხოლმე ესეთი მოგმართა ჩივილით დაუნიშნეთ ბავშვს მკურნალობა, აუცილებლად ვეკითხებით, აქვს თქვენ საწოლში მშობლებთან კონტაქტი, არ აქვს კონტაქტი, თუ არის კონტაქტი, რა თქმა უნდა, პროფილაქტიკის თვალსაზრისით კონტაქტირებულმაც უნდა იმკურნალოს, რომ იმ დაავადებულთან იყოს შედეგი. თვითონ დაავადება საკმაოდ ისეთი შემაწუხებელი ჩივილით არის, იმიტომ რომ ახასიათებს მუცლის ტკივილი შეტევითი ხასიათის, უკანა ტანის ანუსის ქავილი, შეიძლება ქავილიც არ იყოს და ისეთი ტაქტილური მოძრაობის შეგრძნება იყოს. ასეთი ბავშვები არ ჭამენ, ან პირიქით ძალიან ზედმეტად იკვებებიან და ჭამენ, ტკბილის მიმართ აქვთ განსაკუთრებული მოთხოვნილება და ცუდად ძინავთ, ჭირვეულობენ და რა თქმა უნდა, დედები ამას განსაკუთრებით განიცდიან და მერე მოდიან ჩვენთან. ეს დაავადება და სხვა ნაწლაური დაავადებები ბევრია, იცით, არის ესეთი ლამბლიოზი, არის ასკარიდოზი, რომელიც ბავშვი თუ მიწაში თამაშობს, შესაძლებელია ასკარიდოზიც იყოს, შესაძლებელია ლამბლიოზიც იყოს, მაგრამ ეს ყველა ნაწლაური ინფექციები ასე თუ ისე არ არის ის დაავადებები, რომლებიც ამბულატორიულ მკურნალობას არ ექვემდებარება.